გამარჯობა, ეს არის ბურთი და მოედანი, მე ვარ ლევან ცუცკირიძე, ჩემ ტრადიციულ პოდკასტში და ასლან ძალიან დიდი მადლობა რომ გვიერთდები. დღეს გვინდა ვილაპარაკოთ აჭარაზე, მის მომავალზე და ძალიან პირდაპირ და ლაკონური რო ვიყო, იმით დავიწყოთ რომ მოდი ვისაუბროთ იმაზე, რა აკლია აჭარას ყველაზე მეტად, რა ჭირდება ყველაზე მეტად და რა აკლია. ალბათ განვითარება, იმიტომ ყოველი ხელისუფლება რაც მოდიოდა სათავეში თავისებურად უყურებდა განვითარებას. ანუ კი მესმის რაღაც სოფლის ხარდაჭერის პროგრამები, ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ რეალურად ეს განვითარებას ხელს არ უწყობს. ეს ახდენს კონკრეტულ ლოკალ პრობლემების მოგვარებას. ანუ სადღაც გზა არ იყო გაკეთდა შუქი, თქვა, სადღაც რაღაც სოფლის მეურნეობის პროგრამები განხორციელდა, იქ ტექნიკა შეიძინეს, გავიგე, მაგრამ განვითარებაში ჩვენ თუ გულისხმობთ, რომ აი ამ წუთიერს არსებული ლოკალური პრობლემის მოგვარება, ეს გემნი ყველა ხელისუფლების ვალდებულება და ეს არ არის განვითარება. განვითარება არის ის, რომ უნდა შეიქმნას კონცეფცია, რომ შეუძლებელია აჭარაში, იმიტომ მე ახლა საქართველოს სხვა რეგიონებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ აჭარაში შეუძლებელია ერთი სავარცხლით დავარწმუნო ყველაფერი. ანუ გულისხმობ რას? აი ყველგან ტურიზმი ვერ განვითარდება, იმიტომ რომელიც ტურიზმი არც არის პრინციპში საკმარისი. ხო, არა, იმიტომ შეხედა საკმარისი არა. რომელიღაც ადგილში ეს ტურიზმი შეიძლება კარგი იყოს, მეორეში ამ ტურიზმის დატვირთვა არაეფექტური იყოს, იმიტომ აი მაგალითი ბათუმზე რო ავიღოთ, ტურიზმი და მიგვიყვანა კოლაფსამდე რა, იმიტომ რომ არის მუდმივი საცობები, არის ბევრი პრობლემები, რომელიც აი ტურისტი რო ჩამოდის, ამას ამჩნევს, ხო? ანუ ეს აშენებული კორპუსები, სადაც ლიფტების ნაკლებობა, ეს ხალხი იღებს შიგნას და ნუ ეს თანდები პროცესები. ანუ მე ისი თქვა მინდა რომ აი ამ სოფელში თქვა მირვეთში შესაძლებელია რაღაცა გაკეთდეს, მაგრამ გვერდით სოფელში რომელიც აი ხალხი ძევით მდებარეობს, მარადიჩი სხვა რაღაცა უნდა გააკეთოს. არა, ზოგადად სამწუხაროდ მე ჯერ არ მინახია, ახლა ხელისუფლებაზე არ საუბრობ ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებზე გაწერილი რაღაც დოკუმენტები, სადაც გამოჩნდება, რომ იცი რა, მანამდე როგორი იყო, აი თვითმმართველობა უნდა გავაძლიეროთ. ეს მაგაზე ყველა მოარეთ. არა, ლოზუნგებად და მე 55 წლის ვარ და მახსოვს ეს საბჭოთა კავშირის ლოზუნგები რა. მუშებს, ქარხნების გლეხებს მიწა, ხო? მაგრამ რეალურად არსად არ წამიკითხია, რომ იცი რა, უნდა მოხდეს შესწავლა თითოეულ სოფლის პოტენციალი. ახლა აქა რო თქვა, რომ სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ არა, იმიტომ მიწის ნაკლებობა ზოგადად აჭარაში, ხო? მაგრამ აიღო და ყველგან მაგალითად მოცვის პროგრამა განახორციელა, ეგიც აბსურდია, იმიტომ რომ წყურძენივითაა რა, ყველგან არ მოდის ეს ყურძენი, იმიტომ რომ ზოგ ადგილას ებზე სხვანაირად ჩადის და სხვანაირად ამოდის და სხვანაირად ანათებს. ანუ აქ ხელშეწყობა უნდა მოხდეს, რომ მაგალითად მირვეთში ტურიზმი განვითარდეს. ისე კი არა, რომ მხოლოდ რეკლამები, ან მხოლოდ მაგალითად ბილიკია გაკეთებული, ვთქვათ, ღობეები გააკეთეს ლამაზი. არა, აქ ვინც არის ხალხი, ვინც ცხოვრობს, მათი გაძლიერება უნდა მოხდეს პირველი ცოტნის მხრივ. მეორე მათი ენერგოეფექტურობის მსვლელობა, იმიტომ ნაკლები ხარჯები გაწიო ტურისტული მომსახურების დროს, იმიტომ ჩვენ ვუყურებთ ყველგან, რომ აკეთებენ განათებებს, მაგრამ ეს განათებები მიბუნია ენერგოგენერაციას. ნაკლებად შეხდება სადმე თქვი განათება, რომელიც ის ენერგიას მოყავს, ხო? ანუ განახილს არ მინახავს, შეიძლება არის, მაგრამ აჭარაში მე ეს არ მინახია, იმიტომ რომ ეს არ კეთდება სოფლებში. შესაბამისად ეს ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს რა. აი თქვა რაღაცა რაოდენობის ხილი მოდის, მოდით ამ ხილის რაღაცა ჩირით გწევა, რომ ადგილზე ტურისტებს გაყიდონ, იმიტომ ეგ სოფელი მუშაობს ზაფხულში ტურიზმზე და შემდეგ რაღაცას მოიპოვიან, ბუნებრივია ის ზამთარშიც უნდა მოიკმარო. ამიტომ უნდა მოხდეს განვითარება. ახლა დღეს ზოლი იყო ამოსული, თქვენ გეუბნებოდათ, რომ კოტეჯები გააკეთეს ყველამ და უკვე აღარ ეტაბლებული ხდება, იმიტომ ყველამ გააკეთა ეს კოტეჯი და მე იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთ ადგილას შეიძლება
გვერდითა სოფელმა იმუშაოს ამ სოფელზე რა გაგებით რომ შეთანხმდნენ იცი ჩვენ აი ამ სახის მურაბებს გავაკეთებ და ამ სოფელში ამათი პროდუქცია გაიყიდოთ მე ვამბობ პირობითად ეს არის შეთანხმების ამბავი ეს არის გაწერის ამბავი და მეორე თვითონ სოფლის მოსახლეობა უნდა გადაწყვიტოს რაში დახარჯოს თანხა ახლა ჩვენთან არსებობს სოფლის დახმარების პროგრამა მართლობაზე ვლაპარაკობ ხო არა სოფლის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა გულისხმობს იმას რომ კონკრეტულად სოფელზე რაღაც თანხაა გამოყოფილი და შემდეგ მოსახლეობა წერს იდეებს და შემდეგ მთელი მოსახლეობა მიდის და კენჭის მაგრამ მაგის იქითაც უფრო მეტი თანამონაწილეობა ქონდეს რეალური თვითმმართველობა არა ჩვენთან თვითმმართველობა ფაქტობრივად არა მოკტა იმიტომ ყველა სათავისოდ იყენებდა ამ თვითმმართველობას რა ახავრობის ამბავი შეიძლება თბილისში ვიღაცა არა იმიტომ ცნობილი ამბავია ხულოში დაადგინეს მეტროს ტარიფები ну მაშინ სხვათა შორის არა მარტო ვიყავი ძალიან კაი გაჩერებებია არა ტარიფები დაადგინეს მე ოპოზიციამ ამაზე იქილიკა მაგრამ აღმოჩნდა რომ ოპოზიციასაც ხმა მიცემული ქონდა ანუ მესმის რომ ეხ ჩაბლონური დოკუმენტი იყო და ხმა მიცეს მაგრამ აქ მეორეზე მე ვამბობ რომ მე ვარ სხვა ტიპის ამომრჩეველი მე არ მჯერავს არც ლევანის არც პეტრესი არც მიშას არ მე მჭირდება დავინახო გაწერილი დოკუმენტი სადაც ნათქვამია იცი რა პირველ ეტაპზე არავითარი ესე ფულის შეყრა არამედ რაღაც სამთვიანი პროექტი რომ შევისწავლოთ მაგალითად კონკრეტულ ხეობაში სოფლებს რა პოტენციალი აქვს ვის სოფლის მეურნეობის ვის ღვინოს გაკეთების ვის რა ვიცი წვენების ჩამოსხვის რომელს ტურიზმი აქვს რომელს თქვა თევზაობა რომელსაც არ ვიცი უამრავი რაღაცა შეიძლება იყოს ამას ჭირდება შესწავლა მაგრამ ახლა რომ მოვიდეს და აი ეს ცნობილი ანეკდოტივით არ იყოს თითოეულ სოფელს თითო მილიონიო 5-იო რა თვითონ ბოდიში 5 მე დავაკნინე ახლა ნუ ანეკდოტად დავჭა ხო ამიტომ ეს რომ არ იქცეს იმიტომ ესე უნდა მოხდეს ლევან ახლა ბათუმში ტურიზმი და რა მივიღეთ შედეგად მომსახურების სფერო კოჭლობს მუდმივი საცობები ტურისტები ჩერდებიან ერთ ადგილას დასასვენებლად მაგრამ გამუდმებული მუსიკის და დისკოთეკების ხმა იმიტომ არანაირი დაცული არა აი თქვენ ესეთ ადგილას მიერ ჩამოხვა არა მგონი რომ ჩამოხვიდეთ თუ თქვენ თელი ზამხული რაღაც თეთრად გაათენეთ რაღაცა სიმღერების მოსმენით ხო არანაირი რუსული ხო ნუ რუსული აი ვერ გაიგებ ლევან უბრალოდ იმდენი ხმა ერთად მოდის რუსულიც არის ბუნებრივია მაგრამ უბრალოდ არანაირი მელოდია არ გესმის უბრალოდ გესმის ხმაური ამიტომ ეგეთი განვითარება უნდა მოხდეს ესე გააზრებულად უნდა იყოს დაწერილი ყველაფერი გაწერილი ხშირად პარტიებს ეს ეზარება ჩვენ განზოგადება გარდაუვალია არა განზოგადება გარდაუვალია ცალ-ცალკე თვითმმართველობა მაგიტოა მაგრამ მე ხო არ ვამბობ კონკრეტულს მაგრამ საუბრობთ იმაზე რომ ჩვენ ამ დოკუმენტს მოვამზადებთ რაღაც პერიოდის შემდეგ აი ამაზე ლაპარაკი ხელისუფლებაში ვთქვათ ან პარლამენტში მოსვლის შედეგად მე არ მინდა რომ ვინმე უმრავლესობით მოვიდეს იმიტომ ეს უმრავლესობა არც ერთხელ არ გამართლა ჩვენთან ამიტომ მინდა რომ ერთ პარტიაზე არ იყოს დამოკიდებული ჩემი ბედი იღბალ იმიტომ მე არ თვლი რომ ყველაფერი პოლიტიზირებულად უნდა ხდებოდეს იმიტომ აი აჭარაში მაგალითად საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. რატო შეუძლებს პირდაპირ ხალხმა ეჩეს? თუ უმაღლეს საბჭოს ირჩევენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რატო უნდა დამოკიდებული იყოს რომელიღაცა პარტიის ნებას? სწორედ გამიგეთ, ხო? ხო, ხალხი იმიტომ ხალხმა თუ აიჩია შეიძლება სხვა პარტიას მიცეს ხმა და ზოგადად ეს ეხება შეიძლება კანდიდატს სხვას აძლევდნენ წინ და პოლიტიკურ პარტიას ამ. ამიტომ ეს ყველაფერი მე ამას უნდა ვხედავდე რა რეალურად რომ პარტია რას ფიქრობს? თუ მინდა სიღრმისეული მაგალითად მე უნდა მქონდეს იმის საშუალება რომ ისიც წავიკითხო რომ ამ შაბლონური ფრაზის უკან რა იმალებ თუ არა და თვითმმართველობა ჩვენ გავაძლიერებთ თვითმმართველობა რას გულისხმობ გაძლიერებაში რომ 5-5000 დაუმატებ და უფრო რა ვიცი ფართეგზას გავუკეთებ ან რა ვიცი უფრო მეტ განათების ბოძდად გამ არა ესე არ ხდება ჩემი აზრით შეიძლება ესე იყოს რაღაც მოკლე პროგრამა რომელსაც ზოგი ქართველებს ბევრი კითხვა არ უყვართ იმიტომ ბევრი წიგნი შეიძლება გქონდეთ ყველაზე ნაკითხი იმიტომ ვიყავით რომ საბჭოთა კავშირი სტატისტიკურად ბევრი წიგნი იყიდებოდა მაგრამ კითხვის პრობლემა ახალგაზრდა თაობამ დაიწყო ბევრად უფრო აქტიურად და უფრო ის მიხარია რომ ანალიზის უნარი აქვს კი მაგრები არის
საგმანების ბევრი კეთდება, და ძალიან კარგი. წაკითხვა მარტო წიგნის არაფერს არ მოგცემს თუ ის არ გაიაზრე, ხო? ამიტომ ვიძახი მე და ზოგადად ამ სოფელს უნდა მიცე ჩართო პროცესში, რა. იმიტომ რომ ვიღაცა ჩვენ ერთ ადგილას ვაკეთებდით გზად, არასამთავრო ვიდრე ამ ხელისუფლებამ არ გადაწყვიტა რომ მათ გარდა არავინ არ უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში. მოხდა რა, მერიას შევთანხმდით რომ ვაკეთებთ რაღაც მონაკვეთ გზას და ერთი კაცი გამოვიდა თქვა და აქ არ გააკეთოთ, არ ჩადოთ ცხლის მილები. ანუ ის ხაურები რომელიც დინარეს გაიყვანა. არა, აქეთ უნდა ჩადო. შემდეგ გაწვიმდა, აღმოჩნდა ყველაფერი წაიღო გარდა გზის. 80 წლის კაცმა იცოდა. ანუ ჩვენ თუ არ ჩავთეთ პროცესში, შენ თუ აგერ გამიკეთე გარეგანათლება, მაგრამ იქეთ უფრო საფრთხიანი ზონა, ანუ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და ეს ამისკენ უნდა წახვიდე რა. იმიტომ მაგალითად რაღაც პროგრამა ისეთი უნდა აქ თუ დააფინანსე კოტეჯები, აქ ტურისტი არ გარჩევა. ეს არის გავლის პუნქტი. ორი რაღაცა მაინტერესებს კიდე რომ შევეხოთ მოკლედ. ტურიზმზე ვლაპარაკობთ და ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ მეგონი მაგაზე ვთანხმდებით რომ ეგ არ არის საკმარისი არა. აი კიდე რა გვჭირდება? ეს კონცეფციაზე დააჩვენებ შეხედეთ და მეორე მაგას მე ვიკითხო. ჯერ ამაზე ვლაპარაკობთ. დაიწყო თავის დროზე. ტურიზმი მნიშვნელოვანია, ამის იქით რა გვიყვება? კიდევ რა გვინდა იცით, უნდა მოხდეს განათლების შეტანა. განათლება არის მრავალმხრივი. რატო გარბის ქალაქში სოფლის მოსახლეობა? იმიტომ, როდესაც ბავშვი ჩდება, იზრდება, შრომელს უნებლიია უნდა რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს. იმიტომ რომ უფრო ჩქარი ინტერნეტი, უფრო ხელმისაწვდომობა, ახალი წიგნები, კინოთეატრი, სურვა იცოდეს. არის ეს კარგად. აქ მხოლოდ ერთი ქსელი იჭერს, რეკლამა არ მინდა გამომიერთდეს. არა, რა თქმა უნდა. ამიტომ ერთი ქსელი იჭერს, აქ საკაბელო ინტერნეტია. ხო. კარგად მუშაობს. თუ გადამიხდის ის ქსელი ფულს გავარეკლამოთ. ანუ მრავალმხრივი განათლება უნდა იყოს, იმიტომ აი ნებისმიერ სფეროს ჭირდება ცოდნა, ხის დარგვას, ტურიზმზე მოსახურებას. აი მაგალითად აგრო ხალხი ვაჭრობს, უნდა ასწავლო ელემენტარული უცხო სიტყვები, რომელიც შეიძლება კომუნიკაციას ტურისტთან შეხვიდე, ან მაგალითად რაღაცას სთავაზო ელემენტარულად გაიგო, ის რომ მაგალითად როგორც სუფთა და წესიერად მიაწოდო რაღაცები, იმიტომ მე გავიგე მაგალითად წავიკითხე, გავეცანი რომ აიგზალა პლასმასის ჭურჭლები, ხო, ჭიქები. მე არა მაქვს ეს. მოყავს ჭიქა. მოხდებით, იმიტომ ის ტურისტობაც ხო იცის, ეგაფავ. ამიტომ ეს ცოდნაც უნდა შემოდიოდეს, ეს ინფორმაციაც უნდა შემოდიოდეს და მე გვიკვირს რატო გარბის. იმიტომ იმ შობელს როგორც ჩვენ გინდათ რომ თქვენმა შვილებმა მიიღოს საუკეთესო განათლება, მე კი არ ვამბობ სოფლის სკოლებში ცუდი პედაგოგებია, მაგრამ რესურსია ნაკლები. კინოთეატრი მუნიციპალიტეტებში არ არის. საცურაუზე აუზები არ არის. კი სპორტული დარბაზებია, მაგრამ წარმოიდგინე ზამთარში დიდი თოვლია. მუნიციპალურ ცენტრებიდან დაშორებულია ეს ხეობები, ხო? შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურაც ხოლოდ იმაზე კი არ უნდა იყოს გათვლილი, რომ გზა იყოს კარგი. უნდა იყოს გათვლილი განათლების მიღებაზე. განათლება თავის დროზე ევროინტეგრაცია რო დაიწყო ხასპის სტანდარტები. ანუ სტანდარტები რომ შენ გაყიდო თავისი პროდუქცია. ის ევროპული ტურისტი სამწუხაროდ ნაკლებად ჩამოდის. ეს წინა წელს ნაკლები იყო წელს რა ვიცი, იყო ფრანგიც, ლიტველიც, მაგრამ 3 წლის უკან რო ამოვდიოდი ძალიან უცხოელი ტურისტი იყო და ეხმარებოდი რაღაც თარგმნაში, ხო? აი ჩემი რაღაცას ყიდიან თავის პროდუქცია. ძალიან ერიდებიან ადგილობრივი პროდუქციის ყიდვას, იმიტომ რომ მათ უნდათ დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ ეს არის სტანდარტი. დაცული უნდა იყოს სტანდარტი. ესეც უნდა გავითვალისწინოთ, უნდა ის, რომ როგორც ამომრჩეველი გავზარდოთ ადამიანი. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი სოფლებიდან არ დადის არჩევნებში. იმიტომ ჩვენთან სამწუხაროდ წინა ხელისუფლებიდან, ანუ შევარდნაძის დროიდან ამ მექანიზმებს როგორ ჩართონ ამომრჩევლები არჩევნებში, კარგად ამუშავებდნენ. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს გაუმჯობეს, ანუ
წინა ხელისუფლებამაც, ანუ ეს მარშრუტკების სამარშრუტო ტაქსების მიყვა, საწვავების მიწოდება, რაღაცები, რომ ეს ამ ადამიანებს ძალით მიიყვანონ არჩევნებს. არჩევნები ხო არ არის ძალდატანება, არჩევნები არის რეალობაში ეგრე გამოვიდა. ხო, ლევან, ამიტომ ვიძახი. კი ბატონო. ამორჩეველი უნდა გავსარდოთ. აუცილებლად. ის უნდა ხდებოდეს. სამოქალაქო განათლება შეგვიძლია ინფორმირება. მე რო განათლებას ვამბობ, მე რო განათლებას ვამბობ, მე გულისხმობ მრავალმხრივ განათლებას. თუ ჩვენ ციკლირებას მოვახდენთ მხოლოდ ტურიზმზე, შედეგს არ მოგვიტანს. იმიტომ მუდმივ შენ მას ვერ დაუждები და რაღაცას ვერ ასწავლ. იმიტომ ახალი ტექნოლოგიები მიდის წინ. ხო? ანუ მიდის ეს ცხოვრება წინ, ამ ხალხმა უნდა, რა ვიცი, ის ახალი ტექნოლოგიებიც, მაგრამ თვითონ უნდა ახდენდნენ ამას. ჩვენ როგორ ვართ, იცი, რაღაც ბროშურას დაუბეჭდავენ, მიცემენ, აი წაიკითხე. კი ბატონო, დღეს არის ფაროსანი. თვალე გველეშაპი გამოჩნდება. ფაროსანასავეს ხო ვერ ებრძოლები გველეშაპი. ამიტომ ეგ სისტემა საერთოდ მორყეულია ჩვენთან. არ არის შეკითხვას მაქვს დასასრულისთვის. თქვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეში, პროექტში, პროგრამაში მონაწილეობდით, სამოქალაქო საზოგადოებაში, მედიაში და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ სამოქალაქო პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეხლა აქ ხართ ამ ზღაპრულ ადგილას, შესანიშნავი გარემოა და ჩემთვის ნამდვილად დიდი აღმოჩენაა. როგორი აქ ცხოვრება? აქ ცხოვრება არ არის მარტივი. სამხულში ცოტა მარტივია, ანუ აი ხედავთ როგორი ქარია? კი. აქ გაზი არ არის. ამიტომ ხალხი იძულებულია ხემოიმარაკოს. სინათლის პრობლემა მეტნაკლებია. აქ ინტერნეტი, ბოჭკოვანი არ არის, ტელეფონის ინტერნეტია. ძალიან სოფელი, ფაქტობრივად პატარა სოფელიც იყო, მაგრამ თითქმის დაიცალა, იმიტომ ყველა ცდილობს ქალაქში. ხალხს ულხინს ამას ვერ იტყვი, იმიტომ რომ დილას იწყება 7 საათიდან, დარგო უნდა წარმოიდგინეთ, ლევანო, დარგავ კარტოფილს, ის ან მიწა მცირე მიწიანობა, ის კარტოფილი მას ეს სექტემბრის ბოლოს აღარ აკლებ. ხოხტები, ანუ აი ამ ხალხს, ამიტომ ვამბობ, რომ აი ამ სირთულეებს სულ ხო არ იქნება ხელისუფლება გვერდით. აი ამათაც ანუ უხეში გამონათქვამია ამათაც. მაგრამ ამ დღევანდელმა ზელეგიტიმურმა ხელისუფლებამაც მიხდა, რომ მუდმივი დოტაციაზე სახელმწიფო არ არის ნოდარ ზუმბაძეს არ იყოს მეწელი ძროხა, ხო? ანუ სულ აი პრობლემა ამაშია. ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი დოტაცია იყოს მოსახლეობისთვის. შენ მიეცი მოსახლეობას საშუალება განვითარებისა, რომ ის ნაკლებად იყოს დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ გაღებულ შეწყალებაზე. მე მგონი ეგ სამწუხაროდ კეთდება ძალიან შეგნებულად. ანუ ისეთი პირამიდაა აწყობილი ეკონომიკური აქ, რომ რაც შეიძლება დამოკიდებული გახადოს მოქალაქე ბიუჯეტიდან მიღებულ ფულზე. მე ობიექტურობა მიყვარს უბრალოდ. აი აგენმა ის რაც წარსულში იყოს, ის გააუმჯობეს. ამაშია პრობლემა ამორჩევლებს მოსყიდეს ხრი. ხო, ნუ ჭალებში, იმიტომ რომ როდესაც მუდმივად არის აი პურს შენაძლევ ყოველთვის, ხო? ის არის შეშინებული, რომ პურის გარეშე არ დარჩეს, არა? ამიტომ როდესაც ის გაზრდილია, მან იცის საკუთარი უფლებები, მან იცის, რა ვიცი, რაღაც სტანდარტები, განათლება მიღებულია. და მეტი ეკონომიკური შესაძლებლობაც როცა. მეტი როგორაა, იცით, ადამიანი ეკონომიკური შესაძლებლობა, ხალი როდესაც მაშინ როდესაც მას საკუთარი შემოსავალი არ აქვს და არ არის ოჯახის წევრების წყალობაზე დამოკიდებული. როდესაც ჩემი ოჯახი ჩემ საკუთარ შემოსავალზეა დამოკიდებული, მე არა ვარ სახელმწიფოზე დამოკიდებული, შესაბამისად მე ვარ ძლიერი. მე დაზღვევა არ მაქვს სახელმწიფოსი, მე არავითარი შეღავათებით არ სარგებლობ, ყველა გადასახადს ვიხდი. მე ვარ ძლიერი, სახელმწიფო ჩემთან ну უძლურია, მაგრამ კი ძალიან ამ ხელისუფლებას თვითად არ ჭირდება არც კანონი და არც სასამართლო, იმიტომ როგორც გადაწყვეტს, ისე გადაწყვეტს. ხო, იმდენი პოლიტიკა ყავს, მაგრამ მე ვსაუბრობ სხვა რამეზე. როდესაც ეს ადამიანები არიან ძლიერები, მათ აქვს შემოსავალი, მათ არიან განათლებულები, ხელისუფლებას უჭირს, იმას ვეღარ მოისხიბი. მაგრამ როდესაც ხარ მოდი, აი ესეც მინდა რა, ეს მე რაზეც ვსაუბრობ რა.
კონცეფციაში. რატო უჭირს სოფელს? სოფელს იმიტომ უჭირს, რომ ხელისუფლება ქმნის ფონს, რომ უჭირდეს. მაგალითად, გააჩერეს სოფლის დახმარების პროგრამები, აი ტექნიკის შესყიდვის. აღმოჩნდა, რომ გაჩერდა. კი, იმიტომ ისეთი რაღაცები ხდებოდა, ვიღაცა იმ აღებულ ტექნიკას შეიძლება ყიდდა, მე ხო არ ვიცი. მაგრამ იგერ დაფინანსება ვენახის წდება, იგერ ახლა ვენახს ყველა ვერ დარგავს. მე მესმის რაღაც სტანდარტები უნდა არსებობდეს, მაგრამ შენ რა გააკეთე იმისათვის, რომ ამ კაცმა მივიდეს ამ სტანდარტებმა და ერთ დღეს უკეტავ ყველაფერს. არ არის ესე. ამიტომ ვამბობ, რომ სოფელს ძალიან უჭირს. არ არსებობს სოფელი, სადაც არ უჭირს. ამ სოფელში მაცხოვრებელი ადამიანები, ქალაქში მცხოვრები ადამიანების იმედზე არიან მათ ნათესავებს. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ იმ ნათესავების, რომელსაც რა ვიცი, შემოსავალი უწირდება, იმიტომ ფასები იზრდება, მათი შემოსავალი უწირდება. სამსახურის პოვნა პრობლემატურია. აი, ომი დაიწყო ირანს და ისრაელს და ამერიკას შორის, ხო? ძალიან ტურისტული ნაკადი შეწყდა. ნახეთ სასტუმროებში რა ხდება და კაზინოებში. ანუ ჩვენ პანდემია რომ მოვედით, ფათაშორის თქვენაც მაშინ არასამთავრობო სექტორში. არავინ არ ვიყავით მზად ამ პანდემიისთვის, ხო? ანუ ფორსმაჟორული სიტუაციები სახელმწიფო წინასწარ უნდა საზღვრავდეს, რომ აი ხვალე რომ საზღვრები ჩაიკეტოს. აქ ჩემთვის სამწუხაროდ სოფელ პირველში ნაკლებად არის ქართველი ტურისტი. ეს შევამჩნიეთ. აი ორი რამე შევამჩნიეთ მაგ კონტექსტში. ხალხო ამობძანდით, უფასოდ ყავას დაგალევი. გეპატიჟებით, ეს არის აღმოჩენა ჩემ, მეც არ ვიყავით. უფასოდ ოჯახის სასმელებს დაგასინჯიებ. ამობძანდით, იმიტომ რომ არ არის აქა ძალიან ძვირი ფასები, იმიტომ არ არის ეს ხალხი ესეთი რა. ანუ თუ თქვენ ამ ხალხს ხარდაჭერას არ გაუკეთებთ, ნუ ეს ხალხი იქნება ძალიან, რა ვიცი, ძალიან გაუჭირ. მე მესმის, რომ ჩვენ ტურისტებსაც ქართველებსაც უჭირთ. ხშირად ესეთი ამბავია, რომ მაგალითად თბილისში ჩახვიდე 2 დღით, ჯობია იტალიაში ჩახვიდე 1 კვირით, ხო? ანუ ფასების შეფარდებით, მაგრამ ნუ რა ვიცი, რაღაცა ხარდაჭერაც უნდა არსებობდეს. კუკუცი აქეთ გადმოვა. რომ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, რომ ხალხი აქა, ანუ როგორა იცით, ეს ხალხი იბძვის იმისთვის, რომ იარსებოს და აქ არ არის, იცი, აი პარტია, ის პარტია. ანუ როდესაც არ მოდის პოლიტიკოსი ხალხს არ ეკალაპარაკება. ყველაზე საუბარია ხელისუფლება ოპოზიცია არჩევნების რო დაინიშნება, ანუ ერთი კვირით ხო იციან, რომ აი ერთ თვეში არჩევნები. მაშინ დაიწყებენ სიალოს. კი, დადის აქა ხელისუფლების წარმომადგენლები, ხალხი ეუბნებიან ეს პრობლემაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამათი კიდო ოდიში ამ ხელისუფლების ზელეგიტიმური ხელისუფლება ანუ მე და თქვენ ვთქვა არალეგიტიმური შეიძლება ზელეგიტიმური ხელისუფლება პოლიტიკური პარტია ხართ უკვე იგი ანუ ზელეგიტიმური ხელისუფლების თუ ქილიკით ვამბობ ამას მოდიან ელაპარაკება, მაგრამ მათი ეკონომიკური ფინანსური რესურსით მდგომარეობა ძალიან იმიტომ მიდის ეს პროგრამების შემცირება, რაღაცა ჯარიმების გაორმაგება, რაღაც მე მათაც ხელისუფლებას ჭირდება ეს შემოსავალი. აი NGO სექტორი რო გააჩერეს, ეს თანხები ხო აღარ შემოდის სამსა. მე არ დამითვლია ლევან რამდენი მუშაობდა საშემოსავლო სიხდი და საფეჭ გააჩერა. ანუ მაგას მოყვა კიდე დიდი მხარდაჭერის გაქრობა. ხო, გვაბრალებდნენ მილიარდებს ჭამდე. უნდა კითხვა დავსვათ, რამდენი მილიარდი დააკთა მაშინ რამდენი მილიარდი გაიზარდა ბიუჯეტი. არა, რამდენი მილიარდი დააკთა. არასამთავრობოების აკრძალვით. ვერისი თქმა მინდა, ცი ვაკეთებთ ამ პროგრამას. თქვა ვიღაცა განათლებას, მე ჩვენ მაგალითად განათლება, ინფრასტრუქტურული პროექტები, ხარდაჭერის პროექტები, უცხოენების სწავლა, რაღაც ამ მიმართულებით და ამით ვამსუბუქებდი ადამიანის მდგომარეობას და სადღაც წყალს რო გავაკეთე, ხელისუფლების საძრონავი არ იყო, ხო ეს ამბავი? მათი ფინანსური რესურსი თავისუფლდება. აი ერთი ჯაჭვით ყველაფერი გადაჭრეს და არც ნებართვას ავიღებ. და არც თქვათ მათი რეგულაციებით მე მოკვეთ. ამიტომ ვარ სოფელში რა, სოფლის მეურნეობას მიმყევი ხელი და აგერ ვეხმარები ნათესავებს, იმიტომ ჩემთვის ეს უფრო ღირებულია, ვიდრე მე დავდგე და მაგალითად იმ ხელისუფლებასთან დავიწყო თანამშრომლობა, რომელსაც ყავს უამრავი პოლიტიკა პატიმარი. მარტო მზია ამაღლობელი
მე არ ვაკნინებ სხვას, იმიტომ ზია ჩემი მეგობარი ოჯახიც. ანუ ჩემი შვილის ნათ მე სხვა პოლიტპატიმრებს არ ვაკნინებ, მაგრამ ყველას თავისი უფრო ახლოს უდგა. აი ჩვენი მეტროში სურა ჭავჭანიძე შევიდა კაცი დროშით და გამოვიდა. შვიდობის ტრედია. ადამიანი ჩასვეს ციხეში. და გაუგებარი აი რაღაცა ხელსახოცის როლის გამო და ნუ ვერანაირ, მაგრამ ჟურნალისტებს კლავდნენ იგერ და რა ვიცი უამრავი ფაქტია გერ გებოაძე როგორ იგინებოდა, როგორ ხელს უტყამდა ადამიანებს და ის დააწინაურეს, ხო? ანუ აი ამაზე საუბრობ, მე ამ ხელისუფლებასთან ვერ ვითანამშრომლებ, და არც ვითანამშრომლებ, რაც ფიანდაზები არ უნდა დამიგონ. ვიღაცისთვის ეს ღირებულია. ითანამშრომლობ, მაგრამ მათ ისტორიაც განშის და სხვათა შორის საკუთარი შედილების მოსთხოვენ პასუხს, იმიტომ რომ არ შეიძლება არაფერი არ დაინახო. მათ განათლებას, ცოდნას, ინგლისური ენის ცოდნას თუ რა, აუ, კარგი პროფესიონალი იურისტია ვიღაცა. აი, პროფესიონალი იურისტია, როდესაც ერაფელს ვერ ამჩნევ, როდესაც კანონებს ღებულობენ აბსოლუტურ კონსტიტუციის საწინააღმდეგო და არა კანონს ღებულობენ, არამედ აქტით სისხლის სამართლებს დანაშაულს ადგენენ და ამიტომ საუბრობ რა იმაზე, რომ ყველგან უჭირს, იმიტომ ეს ნელ-ნელა მოდის სოფლებისკენ. ის პრობლემები რაც ქალაქში დგას, ეს ავტომატურად მოდის სოფლისკენ. ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონია, რომ ეს პრობლემები სამწუხაროდ ამ როგორც თქვენ კარგად აღნიშნეთ, როგორ იყო ზელეგიტიმური ხელისუფლების პირობებში. არა, ეგ მათი ნათქვამია, რომ კიდევ უფრო დამძიმდება და ამიტომ აი ამ მხარის გულისთვის, საქართველოს გულისთვის მე მგონი დიდი ცვლილებებისთვის უნდა ვიშრომოთ ყველამ პოლიტიკოსებმა ჩვენი საქმე, მოქალაქეებმა თავისი, იმიტომ რომ ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას და უკეთეს გარემოს, უკეთეს ხელისუფლებას და უკეთეს მთავრობასაც. ძალიან დიდი მადლობა. ой, ეს იქნება პოპულარული.